გავატარეთ ძალიან ჰუმანური აქცია და ჩვენ ბენეფიციარებს, დევნილებს გადავეცით ეტლები და ეს არის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროცესი, რომელშიც არის ჩართული ჩვენი მთავრობა. ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს და მე იმას გამოვთქვამ, რომ ჩვენ ამ ინიციატივას განვავსოთ და გავაგრძელებ უფრო დიდი მასშტაბით და დავეხმარებით ამ ჰუმანური აქტით ბენეფიციარებს ჩვენი დევნილი საზოგადოებიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით. აფხაზეთის მთავრობაში, აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და საერთაშორისო ასოციაცია ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია დევნილი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისათვის ეტლებით დახმარება, იგულისხმება არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, არამედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ბენეფიციარებისთვისაც. დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ მომავალ პროექტებზე, რომელიც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ყველაზე მოწყვლადი დევნილი საზოგადოებისთვის. დღეს გავაფორმეთ მორიგი მემორანდუმი აფხაზეთის მთავრობასთან ერთად ყოველთვის ვეხმარებოდეთ დევნილებს სხვადასხვა ტიპის დახმარება, ეს იყო ექიმებით, მედიკამენტებით, სკოლების დახმარება, სადაც დევნილი ბავშვები სწავლობდნენ, საბავშვო ბაღების, ბევრნაირი და ეს ერთ-ერთი ძალიან დიდი პროექტია. ვისურვებდით რომ შემცირებულიყოს მაგრამ სამწუხაროდ მატულობს. ამჯერად 10 ეტლი გადავეცით, რაც შეგვიძლია ჩვენ სამომავლო პროექტებზე, არა მარტო ეტლების, სხვა პროექტებზედაც დღეს გავამახვილეთ ყურადღება და ოკუპირებულ ზონებში ყოფი მოსახლეობის სხვადასხვა ტიპის დახმარება ჩვენი ამერიკელი დონორი ორგანიზაციის მეშვეობით შეიძლება განხორციელდეს.